2017 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის სამხედრო განათლების მედიცინისა და სამხედრო პოლიციის კუთხით გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი მიმართულებებია, რაზეც ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები მომავალ წელს ითანამშრომლებენ. საქართველოსა და სომხეთს შორის 2017 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა დღეს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მოაწერეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართული და სომეხი სამხედროების მონაწილეობასაც. Ჩვენს ქვეყნებს აქვს ისტორიულად ძალიან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა და ორივე მხარზე გაუსვით იმ გარემოებას, რომ ეს მომავალშიც უნდა გამტკიცდეს და გაძლიერდეს. ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია, რომ რეგიონში იყოს უსაფრთხოება, მშვიდობა უზრუნველყოფილი და ბუნებრივია ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მშვიდობა შევინარჩუნოთ და მომავალშიც უფრო განვამტკიცოთ. ჩვენს ხალხს ათასწლეულებია კარგი ურთიერთობა აქვს. საქართველო ძლიერი ქვეყანაა, რომელიც საუკუნეებია სახელმწიფოებრიობას აშენებს. ჩვენ ძალიან ძლიერი და მეგობრული ურთიერთობები გვაქვს საქართველოსთან.